ხალხო. საწოლის ალაგებიც მეზარება. დღეს ყველაფერი მეზარება. ხო და? თან უნდა ვივარჯიშო. რო ავდგები. არა, ამდგარი ვარ. ავდგი. მაღაზიაში ვიყავენ. საბუშას სერიალები მოუტანე. სიგარეტიც მოვუტანე მეთქაც, მოვიტანე. ვარჯიში მინდა. დღეს ჩემთან სიზარმაცის ზარებმა ჩამოიარეს. და რატომღაც აქ გადაწყვიტეს შესვენება. ხო და ყველაფერი ხო არ გეხალისება ადამიანს ყოველთვის. მიზარება. მე რა რომ გეზარება. მომენტი როცა ადგილს ვერ პოულობ. განა შეიძლება ეხა ნორმალურმა ადამიანმა აულაგებელ საწოლზე წამოწვეთ ანსაცმლით, მაგრამ ჩემ შემთხვევაში შეიძლება, იმიტომ რომ სუბსტანს მენვაჩვე. ეხლა ჩავწვე. ხალხებო ხო და ეხლა აი ამ სიზარმაცის ფონზე გამდეჯერს ვიტყვი მეზარება თქო უფრო მეტად მეზარება ამ არაფერი არ მეზარება კეთი მხნეთ ხარ წამოდექი საწოლე ალაგე დაიწყე ვარჯიში მე სახლი მიალაგე რასაც აკეთებ ყოველ დღე მე წყალი გადაიბლე საჭმელი გააკეთე, სადილი, მე რო შეჭამ დაისვენე, საღამოთი რო ადგები ვახში მისთვის მოემზადე, მოიფიქრე რა გააკეთო. ეს მაინც გადავასწორო ქალო. რა არის ვერ გავიქეხლა. ეს ცირას ნიშნავს, ანუ ყველაფერი არ გვიხარისება, ქალი ვართ. ხო და ჩვენც გვაქვს რაღაცა სიზარმაცის მომენტები. ამ ყველაფერს მე გაჩვენებთ ხოლმე, არ გილამაზებთ რაღაცებს. მე რა. მე ხო ვიცი რომ სულ მოწესრიგებული ვარ, ასე რომ ხანდახან განახოთ ასალაგებელი საწოლი მივხვდავთ იმის რომ 12 საათი ხდება მზე გამოვიდა მზეო ცხრა თვალა ვის უცინი ვისა ხო ესეა შენ გიცინი ბადარა დილა შეგბისა რაღა დროს დილა ქალო დაღამდა ცოტა მე რო ჩამდე რა ხო და მოდი ვნახოთ დღევანდელი დღე როგორ ჩაივლის ქეთევანთან რა იქნება რამე სიახლე იქნება ანუ ქეთევანს დღევანდელი დღე საღამო როგორ დასრულდება როგორ ჩაივლის რა იქნება თუ რამე სიახლე იქნება დღეს ქეთევანთან ნუ სიზარმაცე რო არის და ეს ვიცით მე რა იქნება პატარა ხო სრული სასრულება გვაქვს დღეს რაღაცა გვისრულდება რა მოგვს დღეს სულად ზოგადად რა მისრულდება ახლა იმიტომ რომ დღეს ძალიან ისეთი კარგი არკანები დაეცა 1 2 3 მაღალი არკანები ამოვიდა რაც იმას ნიშნავს რომ სრულად მთელი დღის შეჯამება კმაყოფილად ჩაივლის რაღაცის მოლოდინში ვიქნები მოლოდინი მაძლევს სრული სასრულებას, ანუ არ უნდა გავუმაძო ფორტუნა ჩემს ხარეს არის დღეს შეიძლება ლოტოს ბილეთი ვიყიდო და დაგირეკოთ და გითხრათ რომ მე მოვიგე მილიონი
მილიონები. მე მოვიგე მილიონები. მე მილიონერი ვარ. ხო, ეს ერთგვარი ის არის აფერმაცია თუ რავი რას სახიან. მე მილიონერი ვარ. თქვენ მილიონერს ან ჩემი გარიგე მოვთხრა. ბიჭო. ხო. ხო. კაი, ახლა მოდი 13 მილიონი იქნება თუ უფრო მეტი. ანუ მილიონებს ვეთამაშები, მილიონებს იგებს კეთევანი. აბა ნახოთ, მილიონებს იგებს. ან დღეს რაღაცა სამსახურის თემა სიახლეები. მილიონები ჩემო ვარბერა, ცოტა ხანი ელოდე, ხა მილიონების თემაში არა. სამსახური მოწდა სიახლეები. ჯანმრთელობა რაღაცა შორიგზიდან რაღაცა გაჩერება. ოკეი. მოდი დღევანდელი დღე როგორ ჩაივლის სასწორებისთვის. სასწორები. ზოდიაქოს სასწორი დღევანდელი დღე სასწორებს რა ელოდებათ. მთლიანობაში რა ელოდებათ სასწორი. აჰა, ზოგი ვიღაცის მოლოდიში ხართ. მოდი ახლა ზუსტად ცენზურის გარეშე წაგიკითხავთ რა ამოვიდა. ზოგს ყველაზე ახლა არ ხდება. ვინც ელოდებით თქვენს მამრს, თქვენ საყვარელ ადამიანს, შეხვდებით აუცილებლად და გიჟური საღამო გექნებათ. მე იწყებთ ამ ადამიანის გადამოწმებას. ვინც ურთიერთობაში ხართ, ძალიან ისეთი კარგი ის გექნებათ, მაგრამ ვინც სტალკავთ თქვენს მეორე ნახევარს, გეტყვით რომ ზომიერება ძალიან როლებშიც ნუ შეხვალთ არ სტალკოთ. იმიტომ რომ ბევრი ზიხარ და ამოწმებთ მის Facebook-ს, მის იმას, ამას, იმას და გეუბნებ რომ თავი შეიკავე. გეყოფა რა, იმიტომ რომ შენთანაც მაგარი გიჟია და ეხლა ხო ხდებით ეს სასწორები. მოდი ახლა ვნახოთ. ქალწულებისთვის როგორ ჩაივლის ზოდიაქოს ნიშანი ქალწულებისთვის დღევანდელი დღე. რა ელოდებათ ქალწულებს, მოდი ვნახოთ ქალწულები. რაღაცა ტყუილზე ფიქრობთ, ტყუილის გამოჩხუბი გექნება საკმაოდ ჩაკეტილი გულნატკენი. ქალწულებისთვის ვერ ვიტყვი რომ კარგი დღე იქნება. ეს ყველაზე არ აისახება, ხო გეუბნებთ ყველაზე არ ხდება. მაგრამ ახლა როგორ არის? რაღაცა გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგახარ ძალიან ბევრს ფიქრობთ, პატარა ეჭვიც გეპარებათ, პატარა ტყუილს ხედავთ. აი თქვენს გადაწყვეტილებაში რას ფიქრობთ? იმ კონკრეტულ საკითხზე უფრო სწორად პატარა დინების საწინააღმდეგოდ გაიჭრებით, პატარა კამათი გელოდებათ. და შეიბოჭებით, რაღაც თავს ვერ დაიცავს თითქოს და გულნატკენი იქნები. აქ გეუბნება რომ საკუთარ თავზე იმუშავე და მოდი ენებს ნუაყვებიო რა. დღევანდელი დღე. შემდეგი, აბა ვნახოთ თხის რქები. მოდით თხის რქა. თხის რქას რა ელოდება. თხის რქა. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქებისთვის დღევანდელი დღე. თხის რქა. რაღაცა საზეიმო ამბავზე ხართ. შორიდან გულის ტკენა გექნებათ აუცილებლად. სამსახურში კიდე ზოგში დანის ჩარტყმა გექნებათ ზოგს. აი ასე. მოდი ზოგადად ფინანსური კუთხე ვნახოთ. დღევანდელი დღე ფინანსები. მოდი ტყუპების ფინანსები ვნახოთ. ტყუპებს რა ელოდებათ ფინანსებში? ფინანსები, ტყუპები. ფინანსები, უეცარი ფული, ქალის მხრივ. ვაუ. ტყუპებს გაგიმართლათ ფინანსებში. ფულიანი იქნება, გაროჩა. გეყოფათ.
ეს არკანი, ეს კონკრეტული არკანი არის ღალატის, ეს არის ქვეშ-ქვეშა ადამიანის არკანი, ესე იძახიან, მაგრამ სხვანაირადაც შეგვიძლია წავიკითხოთ. სხვანაირად ხე, საერთოდ ტარო უნდა წაიკითხო და არა დაზეპირებული იმით არ უნდა ითამაშო, არ უნდა თქვა, ყველა ტაროს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ძალიან ბევრი. აი ამ არკანზე ვიტყვი ხოლმე, თუ ღალატზეა ლაპარაკი და უშუალოდ მღალატობენ თუ არა, 100%-იანი ღალატია, მაგრამ აქ შეიძლება ვთქვათ, რომ მარტო ღალატობენ არა. შეიძლება აქ შენც ღალატობდე. შეიძლება კიდე აი ძალიან ბევრი კითხვა ხო, ძალიან ყველა კითხვას სხვადასხვა ახსნა, აი გააჩნია რა კითხვას დასვამ ხო, სანდოა თუ არა ადამიანი, რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ ზურგს უკან დაქცინის ეს ადამიანი ყოველთვის. არასანდო ადამიანი. თასების ორიანი ძალიან მიყვარს. ეს ხელისთხოვნასაც ნიშნავს. ურთიერთობის გაოფიციალურებასაც ნიშნავს. ძალიან ბევრჯერ ემთხვევა ხოლმე კიდე გოგო მეყოლებო თუ ბიჭი და შემიძლია ვთქვა და უშუალოდ თუ ამოდის აი რასაც კითხოს კიდე გააჩნია. ეს ტუპებზეც აისახება ხოლმე. ხალხებო აი ეს არკანი მაგალითად ეს არის სიკვდილის არკანი, მაგრამ ყოველთვის სიკვდილს არ ნიშნავს, ეს არის ტრანსფორმაცია, ახლის დასაწყისი, ძველის დასასრული. მაგის არკანი, ყოვლის შემძლე არკანი. ეს არკანი თუ გეცემა კონკრეტულ კითხვაზე თუ რამე გაინტერესებს შემიძლია თუ არა, ეს თუ ამოვიდეს, значит ყველაფერი შენს ხელშია. შენ მართავ სიტუაციას. აი ეს არკანი მიყვარს ძალიან. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მესაკუთრე ვალები. ფულის გაღება არ კიდე გეზარება, ძალიან ბევრი ახსნა აქვს. პენტაკლების ოთხიანი. აი მარკანში ვხედავ ჩემს თავს. აი ეს არის ხშირად რო ვშლი ხოლმე პატიმრობაზე, პატიმრო ეს თუ ამოდის, აი თუ იტყვიან რომ დააპატიმრებენ თუ არა. ეს არკანი თუ ამომივიდა 100%-იანი პატიმრობაა. და გიორგის რო უთხარი გიორგი მეთქი დღევანდელ სასამართლოზე ნახარ ეს გახარებული გაპატიმრებენ კი არ დამიჯერა. აშენიკი ეს არის საკუთარი თავის ჩამოკიდება, საკუთარი თავის გაჩალიჩება, ეს არის პატიმრობა, ეს არის ეს არის სრული სასრულება. სრული ამისრულდება თუ არა რო კითხავ, ეს არის სრული სასრულება, ეს არის გზაც. ეს არის სიძეც. მაგრამ სრული სასრულებას თუ ვიზავთ და ვიტყვით ხო თქოს თვითონ მოდის მარტყვის ცხენზე შეკაზმული პრინცი. მაგრამ ეს ბევრჯერ გვეუბნება, რომ შენი თუ ვერ მიაღწევ, სხვა გეხმარება. ბევრი აი ამ არკანს იტყვის ხოლმე, რომ ახლის დასაწყისი.
არავითარ შემთხვევაში. ჩემთან ესე აისახება გრძნობების გაციება, ფინანსური კრიზისი, გადაადგილება. ყველა თავისებურად კითხულობს რა. ეს არკანი როგორ რაღაცა, იცი? გინ წინ უქენი, გინ უკან რა. აი კმაყოფილი ხარ, მაგრამ აი მაინც მიდავოლნი ხარ, აი მეტი მინდოდა. ეს არის ჯანმრთელობაც, ეს არის გზაც, ეს არის როგორ გითხრა, მიზიდულობა არა, ეს არის როგორ გითხრა, იცი? ტიპი რო შენი თაღს არა ვაიმე ლაპარაკი დამავიწყდა. ერთი სიტყვით რა. მაღალ ემოციური დაკავშირება, აი სიტყვას კონკრეტულს ვერ პოულობ, მაგრამ ერთი სიტყვით ძალიან კარგი არკანია. არა შეიძლება ხება ამას ვემ რატო გიხსნით? ხარ შეიძლება ვინმე სჭირდებოდეს. ეს არის ნახე იმპერატრიცა, ანუ პრინცესა, ხო, იმპერატრიცა. ეს ორსულობაზეც არის, იმიტომ რომ ორსულად არის აქ ჩვენი პრინცესა. თუ ორსულობაზე ვეკითხებით არის, თუ საჩუქარზე ვეკითხებით არის, თუ ფინანსებზე ვეკითხებით არის, მამაკაცზე თუ ვეკითხებით და უშუალოდ როგორ ქალად მთვლის ეს თუ ამოდის, ეს არის მის საოცნებო ქალი, ისეთი ქალი როგორიც მას უნდოდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ დადებით გველაპარაკება ეს არკანი ჩვენი, ზომიერების არკანი. აი ეს არკანი რამე რომ მინდა დაუშვათ ან ვინმესთან პირად კონსულტაცია რო გვაქვს და რაღაც ნუ ჩქარობ ზომი ყველაფერს თავის დრო აქვს ეს მეუბნება ყოველთვის აი ესე მაქვს მე ეს არკანი გათავისუფლებული ზომიერების არკანი ყველაფერს თავისი დრო აქვს არ იჩქარო ჯერ არა მოცდა მოგიწევს მოიცადე სამსახურზე ყოველთვის ეს მელაპარაკება ხოლმე ანუ სამსახურს ახალი სამსახური მალე გამოჩნდება გააჩნია რა წყობაში ამოდის არკანები მოსულ შემთხვევაში სამსახური მამაკაცის ხელით მამაკაცი გეხმარება ეს არის მოულოდნელობების არკანი ეს არის ასევე SMS-ების არკანს ვეძახი ამას ეს არის დაჟე შეგვიძლია ვთქვათ ორსულობის შემთხვევაშიც აისახება მოულოდნელი გზა მოულოდნელი გადაწყვეტილებები უცებედი გამოჩენა მომწერს თუ არა ეს ამოდის მოგწერს აუცილებლად რა თქმა უნდა და გირეკავს სტალკერი ეს არკანი არის შეამოწმე ან ამოწმებ ან გადაამოწმე ან რაღაცა ეძებე ძიების არკანია და ყველანაირ სხვადასხვანაირად აისახება ჯიმი ბუტია ქურუმიქალი როგორც შეიძლება სერიოზულ საბუთებში მოვიხსენიოთ ხოლმე ქურუმიქალს ასევე ქრივიქალი როგორ ვიზავ ხოლმე აი რაღაცა საკითხი რო არის ხო სერიოზულზე რომ მეკითხები ანის გამოვა თუ რა ყოველთვის ვეუბნები რომ მაინც ფრთხილად იყავი ხო საბუთებში შეიძლება რაღაც იყოს რაღაცა დამალულია რაღაცა საიდუმლოება ფიქრის არკანი გადაწყვეტილებების მიღების არკანი კარგად დაფიქრდი კარგად გადაწყვიტე უცბად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ხვდები ძალიან ბევრ რაღაცაზე აისახება აი პერიოდებს თუ მეკითხები რაღაცა ამოდის აი ძალიან ბევრ რაღაცა სიახლის დაწყება ბრძოლა გამოგივა ყველაფერი ეს რა თქმა უნდა არის გზა ეს რა თქმა უნდა არის კი ერთად გვინდა კი შენთან ერთად მინდა გავიარო ეს გზა ძალიან ბევრ რაღაცას გვეუბნება სათავეში ყოფნაც ასევე გააჩნია საკითხს ეს არის ყველაზე ისეთი მძიმე არკანი იმიტომ რომ ხე აი რო ხედავ ხოლმე რო ვშლი რა ადამიანის პიროვნებამდე გავიგო ეს არკანი როცა ამონდის დახასიათებაში ყოველთვის ყველაფერი მის ზურგზეა ყველაფერს ცდილობს მოეკიდოს გააკეთოს გადაღლილი აღარ შეუძლია მაგრამ მაინც ხო ხდებით კარიერის არკანი სიახლის არკანი გრძნობების ფეიერვერკის არკანია ყველაფრის არკანია ეს ჩემთვის რა აი ეს არკანი ეს არკანი არის საერთოდ ბრძოლის ველზე დაცემას ვეძახი ხოლმე გააჩნია საკითხს ხო ჯანმრთელობაზეც შემლაპარაკობ ამით კითხულობ ჯანმრთელობის მხრივ რა იყო წარსულში და ასე შემდეგ
ჭორაობა და ქვეშობის არკანი. აქ გეუბნება ბრძენი, აი დაფიქრდი, ჩაეძიე. სწრაფ გადაწყვეტილებებს რომ მიიღებ, კარგად ჩაეძიე, კარგად შეამოწმე, რა იცი რა ხდება. ეს არის ნერვოზული შეტევები, რო გაქვს ფიქრები, ნერვიულობა, შფოთვები, გაროჩე. ეს არის მეოცნები არკანი, ძალიან ბევრი ფიქრები, ოცნებები, გადაწყვეტილებას ვერ იღებ, არ იცი რა გინდა, ისიც გინდა, ჩამოუყალიბებელი. Короче, აი ეს რაც შეეხება საბუთებზე თუ გვაქვს ხოლმე კითხვა, ხო, ეს გვეუბნება გამოვა საბუთი თუ ამოვა დადებით არკანებთან, რა თქმა უნდა, ანუ კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ არკანებთან ერთად ამოვა, ხო? ასევე ქორწინებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი იქნება ქორწინება, გამოვა საბუთები, ჰაიპაი თემები, ახალი გადაწყვეტილებები, ახალი ცხოვრება, წინი ყურე, წინი არე. ეს არკანი. ეს არკანი არის ბავშვებიც, ეს არკანი არის კონკრეტულ ადგილზე დაბრუნება, ეს არკანი არის ვიღაცა ადამიანის გამოჩენა, შენი ძველი ადამიანის გამოჩენა. ეს არკანი საინტერესოა ძალიან სხვათა შორის. თუ არა. ხშირ შემთხვევაში ორსულობაზეც თამაშობს, ორსულობაზეც მიდასტურებს ეს და კიდევ არის გაურკვევლობა, გზას ვერ ხედავ, ხო? ნახე, იყურები, გზას ვერ ხედავ, არ ჩანს ბოლომდე არ იცი რა ხდება, გაურკვევლობა, რაღაცა პატარა ბურუსია, ჰაიპი თემები. ნუ მამაკაცებს არ ვეხებით. აი ეს ნახე, ძალიან საინტერესო არკანია რა. ყველაფერი გესმის. ხელში გაქვს ყველაფერი დაინახო, ყველაფერი გაიგო, სიტუაცია სწორად შეაფასო, მაგრამ მაინც ირჩევ თვალების ახვევას და მაინც ირჩევ რომ რაღაცა კონკრეტულ ქერქში გაეხვიო და ყველაფერი არ დაინახო. ეს როგორ რაღაცაა, აი გინდა რომ ესე იყო. შეგიძლია მოიხსნას ახვევები, მაგრამ სამართლის არკანი. გააჩნია კიდე რა კუთხით ვიზავთ, ეს არის სასამართლოც, ეს არის საბუთებიც, ეს არის საავადმყოფოც. გააჩნია რა. ნუ ეხა ცხენიანი კაცი თუ ამოვა და კონკრეტული ეს ქალიც შემდგარი იმებზე, გზა ძალიან ბევრ რაღაცას, ანუ ეს გზა და თემები ხო ხდებით, ეს არის ეჭვიანი არკანი, არენდობი, სულ ეჭვის თვალით იყურები, ან თუ რაღაც კონკრეტულზე გეუბნება და ეს არკანი ამოდის გეტყვი, რომ აი მოდი კარგად გადაამოწმე, იმიტომ რომ შენც რაღაცა პატარა ეჭვი გაარჩეს თემები, ანგულის გატეხვის არკანი, ხმლების სამიანი. მარტო მაგაზეც არ მივდით, იცი. გააჩნია, მაგრამ ძალიან არ მიყვარს, ჩემთან ყოველთვის ნეგატიურად აისახება ხოლმე. სამყარო, შორგზაზეც ამესახება, თუ დავუშვით მეკითხებიან, ჩემი შეყვარებული ქართველი იქნება თუ სტრანიერი, აუცილებლად ვეტყვი ხოლმე, რომ ქართველი არ იქნება თუ ეს არკანი ამოდის, იმიტომ რომ ეს ყოველთვის თამაშობს იმ როლზე, რომ შენი პარტნიორი ცხოვრებისა იქნება სხვა ეროვნების, სხვა ქვეყანაში, ან აქ ვიტყვი ხოლმე, რომ დაი თქვენ ესე, მაგრამ სიშორე Короче, ბედნიერების არკანი, სიმხიარულის არკანი, ასევე მსუბუქი ფლირტის არკანი გააჩნია, ღალატზეც აისახება ხოლმე, რომ არის მესამე, ნუ короче, ყველას თავისებური ახსნაურს, ნუ ესეც საბუთების არკანი არის, ასევე იყოს ფულის გადმოცემის არკანი, ნუ короче. კოშკები. რაიდერის ტაროში ყოველთვის არის ეს ჩემთან კოშკების ჩამონგრევა, მაქვს მე სხვა ტაროებიც, მაგრამ მაქვს საქართველოში, სადაც იქ კოშკი რომ მომდის, ყოველთვის ნგრევას არ მიუთითებს, აქ იმენა ნგრევას. იძულებითი გადაადგილება, არ გინდა, მაგრამ მიდიხარ. არ კიდე წასვლა, მაგრამ უნდა წახვიდე. გიწევს. არ ხარ ბედნიერი, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, უნდა წახვიდე. შეთავაზების არკანი. ეს ძალიან საყვარელი არკანია. და პატარა ბიჭებზე აისახება ხოლმე. ჩქვიტალა ბიჭები, ეს არის ქალი. რომელსაც აქვს ყველაფერი, აქვს ფინანსები, აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ არ არის ბედნიერი. თითქოს ყველაფერი გაქვს, მაგრამ რაღაც გაკლია. ეს ამაშია. და ბოლოს, ძალიან ბევრი არკანი არ განახეთ, ხა თქვენ სულ ინტერესო იქნებოდა, ვინც არიცით, მაინც ვერ გაიგებთ.
ეს არკანი არის მერყეობის არკანი 50-50-ზეა ყველაფერი. ანისია. აი რაღაც რომ მიკითხებიან კონკრეტული კითხვას და ეს არკანი რო ამომდის სწორ პასუხს ვერ ვეუბნები. წავუკითხავ ყველაფერს, მაგრამ სწორ პასუხს ვერანაირად ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ თვითონვე არკანი ამომდის. 50-50-ზე. აი როგორ გითხრა. აი მაინც მითხარი და აი როგორ გითხრა, ქალო. თვითონ სამყარომაც თუ არის. აი ხო გაგართეთ ცოტა ვინც ტაროთი ხართ საინტერესებული. ნუ მე ესე ვკითხულობ. აი ასე. ჩემი ჩამოყალიბებული იმპერატორი ვგიჟდები ამ არკანზე. ეს არის იმპერატორი, მამაკაცი, რომელმაც ცის რა უნდა კონკრეტულად ცხოვრებაში, უკვე გავლილი აქვს ყველაფერი, ჩამოყალიბებულია, ხო ხდები რაღაც სერიოზული ტიპი. შეყვარებული ქალი. გაროჩი. დავე, აი ეს ვარსკვლავი, აი ეს. ეს ბევრჯერ ნიშნავს აბორტსაც. მუცლის მოშლასაც. ეს ნიშნავს შორეულ მომავალს, ეს ნიშნავს ბავშვებს. ეს ნიშნავს ბევრ რაღაცას, აი გააჩნია როგორ იმაში ამოგდის რა. და კოცით ბევრი ხალხო, მაინც ეს არის